ღმერთს რა უხარია ყველაზე მეტად, ხო? აი, როგორ შეიძლება ესათნოოს ადამიანი ღმერთს ყველაზე მეტად, ხო? თავისი განწმენდილი სულით, არა ჩვენ რაღაცა ძვირფას სხვანაირ მიწიერ ხორციელ საჩუქარს უფალს ვერ მივართმევთ, არა? ჩვენი განწმენდილი სული არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც უფალს უნდა მიართვა და როდესაც გიყვარს ღმერთი, მიდიხარ მის დღესასწაულზე, შენ გინდა რომ აი ეს საჩუქარი მიართვა, ანუ გიხარია იმ დღესასწაულზე მისვლა, იმიტომ რომ შენი საჩუქრით მიდიხარ, როგორც შეძელი, როგორც შენი შემოქმედებითობა დაგეხმარა იმაში, რომ რაღაცნაირად გამოძერწე ეს საჩუქარი, ისე მიდიხარ და ისეთნაირად გიხარი, ანუ მარხვა არის სიხარული. და რატოა სიხარული? იმიტომ რომ სინანულის ნაყოფს იღებ მარხვაში და როდესაც ადამიანი მაგალითად ამბობს აღსარებას, ან ეზიარება, ხო შინაგანად რაღაცნაირად ბედნიერია, შინაგანად რაღაცა სიხარული ეუფლება, რომელსაც ვერ გადმოცემ, ვერ აღწერა არის, ხო? ანუ ზუსტად ეს არის, რომ სიხარულია მარხვა, რისი სიხარული? ღმერთთან ურთიერთობის, ღმერთთან მყოფობის სიხარული. თუ ლოცვა არ გიხარია, ფუჭია ეს ლოცვა. ანუ ლოცვა ლოცვისთვის, მარხვა მარხვისთვის, ანუ ქრისტიანი არ ცხოვრობს მოვალეობისთვის. ქრისტიანობა არ არის მოვალეობა, ქრისტიანობა ცხოვრების წესია. და აი ამ ცხოვრების წესის უმთავრესი პირობა არის სიყვარული. და როდესაც გიყვარს, გიხარია, რომ შენი განწმენდილი ძღვენი მიგაქვს უფალთან და ფიქრობ, რომ ყველაფრის არსი აბსოლუტურად ქრისტიანობაში არის სწორედ ეს мотиваცია. რას რატომ აკეთებ? ყოველთვის უნდა დაფიქრდე, რატომ ვაკეთებ ამა თუ იმ საქციელს და არა ინსტინქტურად გავაკეთო რაღაცა, იმიტომ რომ ვიღაცა მითხრა რომ კარგია. რატომ ვლოცულობ, რატომ მარხულობ, რატომ ვეზიარები, რატომ, რისთვის? იმიტომ რომ მიყვარს ღმერთი და მასთან ერთად მინდა.